აი ხა მე ვაპირებ დღეს ცოტა წავიკითხოთ მამა გაბრიელთან დაკავშირებით. აი ქართველი დიდი წმინდანი. მე ნატროფ ესე იგი რომ როგორც მამა პაისიზე ფილმი არის გადაღებული, აიგრე რომ მამა გაბრიელზე ფილმი იყოს გადაღებული, ადამიანი ბევრ საოცარ რამეს აღმოაჩენს. მისი ცხოვრება არის სწორედ დადასტურება ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის. აი ადამიანი მის ცხოვრებას რომ წაიკითხავს. არის საკმაოდ ხელტანიანი წიგნებიც მამა გაბრიელზე, მაგრამ მე ერთი პატარა ბროშურა მოვიტანე თქვენთვის ძალიან რო არ გადაგღალოთ კითხვით და ცოტა წავიკითხოთ ესე იგი და მე მამა გაბრიელის გამონათქვამებს წავიკითხავ რამდენიმეს და უბრალოდ ჩვენი აზრი გამოვთქვათ ეს რა შეიძლება ნიშნავდეს. ზოგი რამე ადვილად გასაგებია პირდაპირ ზედაპირზეა აზრი და ზოგი რამეს ცოტა ჩაღრმავება ჭირდება. ერთი ეს გადმოატრიალე მარიამ ძალიან რო არ გამექცეს დრო საათი ძალიან საინტერესო. მე მიკროფონი ხო არ ამჭირდება, ხო ისმის უკან. ბერი გაბრიელი. დიდი ქართველი ღირსი მამა, აღსარებელი და სალოსი. აღსარებელი და სალოსი ხო გესმით რას ნიშნავს? აღსარებელი არის ადამიანი, რომელიც ზოგადი გაგებით აღსარებელი ჩვენ ყველა ვართ. ყველა მორწმუნე შეიძლება თქო ეს არის აღსარებელი. მაგრამ აღსარებელი ვიწრო გაგებით, აი უშუალოდ მამა გაბრიელს რატო თქვია, რას ნიშნავს? აი მოწამე ხო იცით ვინც არის? აი წმინდა გიორგი მაგალითად ქრისტეს გულისთვის რო ეწამა. და ესეთ მოწამეები უამრავია და რომის იმპერიაში ნახეთ რა ხდებოდა. ერთ ადამიანს რო აწამებდნენ, ეგონათ რომ ამითი ქრისტიანებს ესე იგი გააქრობდნენ, აღარ იქნებოდნენ ქრისტიანები რა, დახოცავდნენ და აღარ იქნებოდნენ, მაგრამ რას წააწყდნენ, ნახეთ იმპერატორები. ერთს რო კლავდნენ, იმისი შემყურე შეიძლება 10 და 100 და 1000 ერწმუნა. რო ხედავდო რომ ეს ადამიანი ნახე როგორ მტკიცეა ქრისტე, როგორ უყარს, ესე იგი თავის სიცოცხლეზე მეტად უყარს იესო ქრისტე, იმიტომ რომ ქრისტეს გულისთვის სიცოცხლეზე უარს ამბობდნენ. მე ადამიანი რწმენაში მოდიოდა და დაფიქრდებოდა ხოლმე რომ ეტყობა როგორი მნიშვნელოვანია ქრისტე რომ ადამიანის სიცოცხლეზე უარს ამბობს. მოწამეების განწყობა ესეთი იყო. სიცოცხლე ქრისტეს გარეშე ეს არის სიკვდილი. და სიკვდილი ქრისტეს გულისთვის ეს არის სიცოცხლე. და ეგეთ ადამიანს მარტო რომ ლაპარაკობს კი არა, ეხლა მე მარტო ვლაპარაკობ, მაგრამ ის ვინც ლაპარაკობს დამოედროს თან არც מחვილს არ უშინდება და ქრისტეს გულისთვის სისხლს დაღვრის და მოკვდება და ამას რო ხალხი ხედავს, ისინი რწმენაში მოდიოდნენ. და 10 მოწამის ნაცვლად შეიძლება 100 და 1000 ადამიანი რწმენაში მოსულიყო და უფრო მრავლდებოდა ქრისტიანთა რიცხვი. ამიტომ იმპერატორებმა რა გადაწყვიტეს? მოდიო შევაშინოთო, სიკვდილამდე მივიყვანოთ, ვაწამოთ და თუ მაინც არ მოკვდაო, თუ მაინც არ გატყდაო, აღარ მოვკლათ, იმიტომ რომ ჩვენ რო ამას ვკლავთ, უამრავი ხალხი მოდის რწმენაში, ამიტომ აღარ მოვკლათ. და მაგ ადამიანებს ეწოდებოდა ამხსარებელი, ვინც ქრისტეს გულისთვის ეწამა, მაგრამ ამ წამების გამო არ გარდაცვლილა. და მამა გაბრიელს ამიტომ ქვია ამხსარებელი, ის ქრისტეს გამო ეწამა, მაგრამ ამ წამების გამო არ გარდაცვლილა. სალოსი რატო ქვია? სალოსი არის ადამიანი, ვინც თავად ძალიან ბრძენია, მაგრამ გაურბის ყველანაირ ადამიანურ დიდებას. აი ვიღაცას რა ეთქვა, რომ იქ მამა გაბრიელი ესე წმინდა ცხოვრობს, ესე ბრძნულად არიგებს ხალხს. მაგას გაურბის და თავს მოისულელებს, ადამიანებს სულელად აჩვენებს თავს, იმისათვის რომ თავისი სიბრძნე და ღვთისმოშიშება დაფაროს. აი მაგალითისთვის ერთ მაგალითს გეტყვით. მაგალითად მამა გაბრიელი სამთავროს დედათა მონასტრის წინ იდგა და ქილა ეჭირა ხელში, ჩამოასხავდა ღვინოს, დაელოცებოდა, დალევდა და ხალხი უყურებდა და ამბობდა რომ ეს ლოთია. მაგრამ მე ერთი ბიჭი რო არ დაბრკოლებულიყო, გაასინჯა და ალუბლის წვენი გამოდგა. გესმით, ანუ ის ხალხს აჩვენებდა, ვითომ სვამდა და ლოთობდა. სინამდვილეში კი ამას არ აკეთებდა. ანუ სხვების თვალში მდაბლდებოდა, მცირდებოდა. და პატარაობისასაც იმისათვის რომ ირმეს ქება დიდება არ მიეძღვნა მისთვის, წავიდოდა და ნაგავში ჩაჯდებოდა. ეხლა წაგიკითხავთ მაგას და ნახეთ. სალოსი მაგითო ქვია, სალოსი. ეს სალოსობის ღვაწლი უიშვიათესია ეკლესიაში. აი როგორც მოწამეებია ბევრი, ამხსარებელი ბევრი,
ღირსი მამები, ვინც მონასტერში ცხოვრობენ, მაგდენი კი არ არის ძალოსები, ეს არის როგორც იტყვიან თითზე ჩამოსათვლელი, ეს არის ურთულესი და აღმატებული ღვაწლი. მაგალითი სიმდაბლისა, მონაზვნობისა და მოყვასის სიყვარულისა, რომელსაც ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში არ მოკლებია ტკივილი, დევნა, დაცინვა და ლანძღვა. ანუ აი ქრისტიანობის გზა, ეს კი არ არის იავარდით მოფენილი გზა. არაბინ ნახეთ, არც დაცინვა მოკლებია, არც ლანძღვა, არც ტკივილი, არც დევნა. ანუ ფაქტიურად არაფერი ის არ მოკლებია, რაც ქრისტესაც შეეხო. ქრისტემაც ეს გზა გაიარა ჩვენთვის. ვაშკაცო, შენ თუ ვერ ისვენებ, დედიკოსთან ერთად დაჯექი. კარგი? მამა გაბრიელი ბავშვობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე, გოდერძი ერქვა პატარაობაში, დაიბადა თბილისში 1929 წლის 26 აგვისტოს ნავთლუხში. ნავთლუხი ერთ-ერთი დასახლება არის თბილისში. პატარა გოდერძი ჩვილობაშივე მონათლეს წმინდა ბარბარეს ტაძარში. ერთი პულტი მომაწოდე. თან ის ტაძარი მინდა გაჩვენოთ. რაზეც საუბარია, რომ თქვენ თან უფრო კარგად ავიღოთ. ესეთი ცხოველი. აი ეს არის წმინდა ბარბარეს ტაძარი. მისი ნათლია იყო ყოფილი მოწყალების და თამარ ბეგიაშვილი. დაახლოებით 2 წლის იყო გოდერძი, როცა მამა მოუკლეს. ამის შემდეგ ოჯახის წევრები მამის საპატივცემულოდ ვასიკოს ეძახდნენ. მამამის ერქვა ვასიკო და მამა რომ მოუკლეს 2 წლისას, მერე პატარა გოდერძის ეძახდნენ ვასიკოს. ამიტომ მამა გაბრიელის ბავშვობის სახელად ვასიკოს ვიხმართ. სიჭაბუკის სახელად კი გოდერძის, რადგან ოფიციალურ სამსახურებრივ საბუთებში ასე იწოდებოდა. მამა გაბრიელის დედა ბარბარა, შემდგომში მონაზონი ანა, შემდგომში ეს მონაზვნად აღიკვეცა. 14 წლის გათხოვდა. პირველი ქორწინებიდან 3 შვილი, ემა, მიქაელი და გოდერძი ჰყავდა. როცა მეუღლე მოუკლეს 22 წლის იყო. წარმოიდგინე 22 წლის გოგო, რომელსაც მეუღლე არ ყავს და 3 პატარა ყავს გასაზრდად. ახალგაზრდა უმწეოდ დარჩენილმა ქვრივმა ხორცს კომბინატში 2 ცვლაში დაიწყო მუშაობა, რათა შვილები გამოეკვება. ანუ დილიდან 6 საათამდე კი არა, მე 6-დანაც მეორე ცვლაში მუშაობდა. წარმოიდგინეთ რა ხელა შრომა ექნებოდა გასაწევ. შემდეგ კი მეორედ გათხოვდა, სადაც შეეძინა მეოთხე შვილი ჯულიეტა. პატარა ვასიკო ბავშვობიდანვე ღვთისმრჩეული იყო, არ უყვარდა თანატოლებთან თამაში. იჯდა მარტო და ფიქრობდა. 4-5 წლისა ლამაზი კენჭებისგან სახლებს აშენებდა. შიგ ასანთის ღერებს არჭობდა და ამბობდა: ეს პატარა სახლები ეკლესიებია, ასანთის ღერები კი სანთლებია. დედას კი ძალიან ეშინოდა, რომ ვინმეს არ დაენახა და არ დაესმინათ, რადგან იმ პერიოდში ეკლესია და სარწმუნოება სასტიკად იდევნებოდა და იკრძალებოდა. ანუ ეს არის ის პერიოდი, როდესაც ეკლესიებს ანგრევენ, ეკლესიებიდან ზარებს ჩამოყრიან, ეკლესიებში სპორტ დარბაზებს აკეთებენ, ესე იგი საწყობებს აკეთებენ, ზოგ შემთხვევაში ეს იყო ესე იგი რაღაცა გასართობი ცენტრები, მაგალითისთვის ვიტყვი. გორისში საკათედრო ტაძარი, რომელიც არის ღვთისმშობლის შობის, იქაც დარბაზი იყო გაკეთებული. თბილისში ერთ-ერთ უბანში, ნახალოვკაში კერძოდ, გადასასვლელ ხიდთან, ერთ-ერთ ტაძარში, ღვთისმშობლის ტაძარში აბანო იყო გაკეთებული. აი მაია წნეთელი ფილმი თუ გინახიათ, მაია წნეთელი სწორედ იქ აბანო იყო გაკეთებული, წარმოიდგინეთ ტაძარში. ამ კომუნისტები ამას აკეთებდნენ, რომ ადამიანისთვის ეს რწმენა გამოეცალა და ეს ის პერიოდი, ამიტომაც დედას ეშინა. არც დასმენები იყო უცხო, ანუ არც დაბეზღებები იყო უცხო, ვიღაცა დააბეზღებდა, რომ ამ ოჯახში ბავშვი მორწმუნეა, ესე იზრდება და მერე პრობლემები ექნებოდა. პატარა ვასიკო საოცრად ჰუმანური ბავშვი იყო, ასე რომ მშობელს თაგვისთვის ხაფანგსაც კი არ ადგმევინებდა. წარმოიდგინე, აი როგორი კეთილი უნდა ყოფილიყო, რომ თაგვიც კი ებრალებოდა, რომ ხაფანგს არ ადგმევინებდა. თაგვებს ცოცხლად იჭერდა და სახლიდან მოშორებით უშვებდა. 6 წლის იყო ვასიკო, როდესაც 24 სკოლაში მიიყვანეს. იგი განსაკუთრებით გამოირჩეოდა თავისი კეთილი ბუნებით. წერა-კითხვა და არითმეტიკა ადვილად აითვისა.
მაგრამ ერთმა მოულოდნელმა ამბავმა მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა. ეხლა აი ყველაფერ ცუდში რაღაცა კარგიც რო არის ხოლმე. ნახეთ რა მოხდა. ერთხელ მეზობლების ჯგუფს შეესწრო, სადაც ერთმა მეზობელმა მეორეს უთხრა, რა ქრისტესავით ჯვარს მაცვიო. გამწარებულმა რაღაცა უთხრა. რა ქრისტესავით ჯვარს მაცვიო. ჩხუბის მერე პატარა ვასიკომ ამ მეზობელს კითხა, ქრისტე ვინ არის და ჯვარზე რატომ გააკრესო? იმ მეზობელმაც მიასწავლა, მიდი წმინდა ბარბარეს ეკლესიაში და იქ გეტყვიანი. მეორე დღეს მართლაც მივიდა ეკლესიაში. იმხანა წმინდა ბარბარეს ეკლესია დაკეტილი იყო და ეზოში დარაჯი დახვდა, რომელმაც ტაძარში შეიყვანა და უთხრა, ეს არის ქრისტე, რომელიც ჯვარზე აცვეს. და თუ მიზეზი გაინტერესებს, ეს ქრისტეს ისტორიის წიგნში წერია. რომელია ქრისტეს ისტორიის წიგნი? სახარება, ბიბლია, ახალი აღთქმა. ანუ ბიბლია ორ ნაწილად იყოფა, არის ახალი აღთქმა და არის ძველი აღთქმა. ძველი აღთქმა არის ქრისტემდე მოვლენები, ახალი აღთქმა ქრისტეს და ქრისტეს შემდეგ. როცა მამინაცვალი ვასიკოს რამის საყიდლად აგზავნიდა, ხურდას უტოვებდა. ცოტა ფული შეგროვილი ჰქონდა, ცოტაც მიამატა, სულ 7 თუმანი მოუგროვდა. ახლა ბევრი ეგრეთ წოდებული დამთხოვები იქნება, რატომ მაინც და მაინც 7 თუმანი. იფიქრა საკმარისიაო და იქვე ბაზრობისკენ გაეშურა. ამ ამბავს თვითონ მამა გაბრიელი ასე იგონებს, მთელი ბაზრობა შემოვიარა. ვინც წიგნს ყიდი და ყველასთან მივედი და ვეკითხებოდი ქრისტეს ისტორიაზე, მაგრამ არავის ჰქონდა. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ. ეს ის პერიოდია, როცა ყველას ეშინია, რომ თქვას, რომ მორწმუნეა. ვინ გაბედავდა ესე ცხადად, რომ ახალი აღთქმა გაეყიდა. ეს თითქმის შეუძლებელი ამბავი იყო. ბოლოს დაღონებული სახლში რომ ბრუნდებოდი, გასასვლელში რიგიდან ცალკე მდგომე თეთრი თმაწვერით მოხუცი დავინახე, რომელსაც ხელში წიგნი ეკავა. დავხედე წიგნს, ახალი აღთქმა ეწერა. მაინც ვიკითხე, ხა ხო არის ეს ახალი აღთქმა, რას ქვია, ეს ქრისტეს ისტორიის წიგნს ეძებს. მაინც ვიკითხე. ესაა ქრისტეს ისტორია, რომელსაც ვეძებ? ეს არის ქრისტეს ისტორიის წიგნი, რასაც შენ ეძებ? აქ წერია. მიპასუხა მოხუცმა. ფასი ვკითხე და 7 თუმანიო. რაც ამას ქონდა მოგროვებდი. რა იცოდა ახლა იმ ზუსტად ასე რატო? გახარებულმა ფული გადაუხადე და წამოვედი. მერე ვიფიქრე, იქნებ კარგად ვერ გამიგო. წიგნს ახალი აღთქმა აწერია. მივალ დავაზუსტებ, ანუ იქნებ ეს ის არ არის, მე რაც მაინტერესებსო და მივალ დავაზუსტებ. მივბრუნდი და მოხუცი იქ აღარ დამხვდა. ამიტომ იქვე მდგომებს ვკითხე. აქ რომ მოხუცი კაცი იდგა და წიგნს ყიდდა, ხომ არ დაგინახავთ, საით წავიდა მეთქი. ყველა მიპასუხა, აქ არავინ მდგარა და არც მოხუცი არ დაგვინახავს. გესმით? იქ არავინ მოხუცი არ მდგარა. ეს ღმერთმა ზუსტად მამა გაბრიელისთვის გააკეთა. იმიტომ რომ ის ეძებდა. და თუ ადამიანი ეძებს გულით რაღაცას, სულ არ არსებობდეს იმის პოვნის და იმის შოვნის შესაძლებლობა, შენ თუ გულით ეძებ, ღმერთი არ დაგტოვებს. აი როგორც არ დატოვა პატარა გოდერძი. ამის შემდეგ მამა გაბრიელის ცხოვრება ძირეულად შეიცვალა. სკოლაში 6 წელი ისწავლა. დრო სკოლის საგნებისთვის თითქმის არ რჩებოდა, რადგან მთელი დღეები სახარებას კითხულობდა. მღვდელიც მოძებნა, რომელმაც წიგნები და ლოცვები მისცა. თანდათან მორწმუნე მრევლიც გაიცნო. ძილის წინ თავის ოთახში ჩაიკეტებოდა და დიდხანს ლოცულობდა. ხანდახან საწოლშიც არ წვებოდა. კუთხეში მოიკუნტებოდა და ისე იძინებდა. მამა გაბრიელი იგონებდა, ერთხელ სახლის აივანზე ვიჯექი. როცა რაღაც ხმა მიკარნახა, ცას ახედევ. ავდექი აივნის ნაპირთან მივედი. ავიხედე და ვხედავ, ცაზე დიდი ნათლით მოსილი ჯვარი იყო გამოსახული. მაშინ ვერა, ახლა კი ვიცი, რომ ეს ჩემი ჯვარი იყო. ერთხელ პატარა ვასიკოს ღამით უეცრად გაეღვიძა და დაინახა მის წინ საზარელი სახის დემონი, რომელმაც დაიღრიალა, შენ მებრძვიმეო? და თავში მუშტი ჩაარტყა. მეორე დილით დედა ვასიკო გონდაკარგული ნახა. ამის შესახებ მამა გაბრიელი იგონებდა, ვიფიქრე, თუ ეშმაკი არსებობს, ღმერთი ხომ უფრო მეტად მეთქი. გესმის?
თუ ეშმაკი არსებობს, ესე იგი ღმერთი უფრო მეტად იარსებებს. ღვთისმსათნო ცხოვრებით ვასიკოს საღვთო გამოცხადების მადლი მიენიჭა. პატარა ბავშვის ეს მდგომარეობა ყველას უკვირდა და მის მიმართ დიდი ინტერესი ჩენდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ხალხი მასთან მიდიოდა. იქნებ დაკარგული ახლობლების თაობაზე რაიმე გითხრასო. 12 წლის ბავშვი კი ყველას ამშვიდებდა და უქადაგებდა. ეკლესიაში იარეთ, ქრისტეს არ მოწყდეთ და სულის ცხონება არ დაკარგოთ. აი თქვენი ტოლი ბავშვი, 12 წლის ბავშვი. წარმოიდგინეთ. ღმერთის სიყვარული და ძალა როგორ უსაზღვროა, რომ 12 წლის ბავშვს რამდენი რამე შეიძლება რომ შეაძლებინოს. ხალხიც თავისებურად პატივს სცემდა და მადლიერებას გამოხატავდა. რის გამოც ხანდახან უბანში გამოსაჩენ ადგილას ნაგავში ჩაჯდებოდა და თავის თავს ეუბნებოდა. არ დაგავიწყდეს ვასიკო, რომ ეს ნაგავი ხარ და თავი დიდი ვინმე არ გეგონოს. აი რა ხელა სიმდაბლე ქონდა და ეგეთი სიმდაბლე რო ქონდა, ღმერთი კიდევ უფრო მეტად აჯილდოვებდა თავისი ნიჭებით და თავისი მადლით. ეხლა მაგალითად რომ გაამაყდეს ამ დროს ადამიანი და თქვას რომ ნახეთ აი მე თავი მოსწონდეს რა მაგარ რაღაცებს ვეუბნები ხალხს. ზოგს ისეთ რამეს ეუბნეოდა რომ წარმოუდგენელი იყო ადამიანისთვის, რომ ეგ ვინმე შეიძლება და სწოდნოდა. იმ დროს ნავთლუღში მხოლოდ საკუთარი სახლები იყო. იყვნენ ადამიანები, რომელთაც დევნის მიუხედავად ხატები ნაგავში გადასაყრელად ვერ გაიმეტეს და სხვენში ან სხვაგან შეინახეს. ნახეთ, ზოგი სახლში ხატებს ვერ იჩერებდა, ემად ვინმე არ შემოვიდეს. გახსოვთ აი სერაფიმას არაჩვეულებრივი მოგზაურობა რო იყო. იმ ქალს სახლში ჩუმად რო ქონდა ხატები ჩაკეტილი. აი ეგრე იყო ხალხი. ექიმთან რომ მიდიოდა, ეხლა ჩვენ რომ ჯვარი გვიკეთია და ზოგს საყურეთაც რო უკეთია, მე ძალიან არ მომწონს. ზოგს გამოჩასაჩენად როგორც სამკაულე. ჯვარს ეგრე კი ვერ იკეთებდა ადამიანი. ექიმთანაც რომ მიდიოდა, ზოგი იხსნიდა ჯვარს, ეშინოდა. რომ იმას გაეგო, რომ მორწმუნე იყო და ამიტომ სახლებიდან ხატები ზოგმა ნაგავზე გადაყარა. წარმოგიდგენიათ, მე პატარა გოდერძი, მამა გაბრიელი დადიოდა ამ ხატებს ამოიღებდა, გაასუფთავებდა და სახლში ჩამოკიდებდა. თანდათან წმენაც მინელდა და ხატების დავიწყებას მიეცა, ანუ ზოგმა რო შეინახა სხვაში, ის ხატები გადაავიწყდა. ეხლა ნახეთ რა ხდება. ვასიკო კი მივიდოდა და ეტყოდა: თქვენთან სახლში ამა და ამ ადგილას ხატი გისვენიათ. რა იცოდა ეხლა? წარმოიდგინე ხა სადგურზე ვიღაცა სადღაც ხატი აქვს სახურავში. და ეუბნებოდა რომ აი ამ ადგილზე ხატი გაქვს და შენ თუ ვერ მოულიო, მე გამატანე და მე მოვულიო. და ზოგი ატანდა ამ ხატებს, ზოგს შეწყებოდა, სინდისი ამხელდა და ჩამოიღებდა და თვითონ მოულიდა. მომეცით ჩემთან იქნება, ხოლო შემდეგ თუ სურვილი გექნებათ, ისე უკან დაგიბრუნებთო. ზოგი ადამიანი ნანობდა, ზოგიც კი ხატებს ატანდა. მამა გაბრიელის დედა ბარბარე მორწმუნე კი იყო, მაგრამ მაინც ფიქრობდა, რომ შვილს მეტის მეტი მოსდიოდა. დაძაბულობა დედაშვილს შორის თანდათან მატულობდა და ერთ-ერთი შელაპარაკების დროს ბარბარე ისე გარისხდა, ჯერ ხელით სცემა. შემდეგ სახლიდან სახარება გამოიტანა და ეზოში საკანალიზაციო მილში ჩააგდო. თან დააყოლა: ამან მოსპო შენი ცხოვრებაო. ვასიკომ ამოიღო სახარება, გაასუფთავა, გულში ჩაიკრა და ატირდა. გვიან ღამით კი აიღო სახარება და სახლიდან გამოიპარა. მცხეთის გზას დაადგა. ჯერ სამთავროს მონასტერში მივიდა. მითან მონასტერიც გაჩვენეთ. ეს არის სამთავროს მონასტერი, ეს არის ფერისცვალების ტაძარი, თავარი ტაძარი. ჯერ სამთავროს მონასტერში მივიდა. მაშინ დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა ანუსია კოჭლამაზაშვილი იყო. დედა ანუსიამ ყმაწვილი თბილად მიიღო, წვნიანი აჭამა და დაარიგა სვეტიცხოველში წასულიყო მამებთან, ანუ იქ მამათა მონასტერი იყო სვეტიცხოველში, სამთავროში დღესაც დედათა მონასტერი. დამწუხრებული ბავშვი ფერისცვალების ტაძარში შევიდა და ივერიის ყოლაწმინდა ღვთისმშობლის ხატს შეევედრა. ნახეთ ეხლა აი გულწრფელი, ლოცვა, სურვილი, როგორ შეიწირება და როგორ ესე იგი შეუსმენელი არ არჩება. ნახეთ რას ევედრება, რომ ამ მონასტერში სენაკი და ცხოვრების ნება მიეცა.
რომ ერთი პატარა ოთახი და ცხოვრების ნება მიეცადა. მართლა ცხოვრების ბოლომდე იმ მონასტერში ცხოვრობდა მამა გაბრიელი. იქ იყო კოშკი, სადაც მამა გაბრიელს კელია ჰქონდა, ანუ სენაკი ჰქონდა გაკეთებული. შემდეგ კი გამოვიდა და ჭიშკართან დაჯდა. მონაზონი, რომელსაც ჭიშკარი უნდა დაეკეტა, გაუწყრა, ახლა ძაღლები უნდა აგვეშვა, ხომ შეიძლება რომ დაგლიჯონ. ვასიკო მონასტრის ეზოდან გამოვიდა და გალავანთან აპირებდა დაჯდომას, მაგრამ გველი დაინახა. იფიქრა, ღვთის ნება ასეთიაო და სვეტიცხოველში წავიდა. ეს არის 12 წლის ბავშვზეა ლაპარაკი. გვიანი შემოდგომა იდგა. კარგად დაღამებული იყო და გალავნის კარი უკვე დაეკეტათ. ყმაწვილს მამების შეწუხება მოერიდა და იქვე კარებთან მიწვა. წარმოიდგინეთ, აი რამხელა მოკრძალება აქვს, რამხელა აი პატივისცემა ჰქონდა და თამდაბლობა, რომ კი არ დააკაკუნა, კი არ ითხოვა, შუაღამეა, შემოდგომა, ცივა, სიბნელეა და 12 წლის ბავშვი მონასტრის კარიბჭესთან იძინებს. თუმცა ძალიან დაღლილი ვიყავი და მეძინებოდა. ძლიერი სიცივის გამო არა და არ ჩამეძინა. უცებ რამდენიმე ძაღლი მოვიდა ჩემს მახლობლად. შევშინდი და სახეზე უნებლიეთ სახარება ავიფარე. ძაღლები აღარ მიყებდნენ. რომ მიხვდი არაფერს მერჩოდნენ, წამოვწექი ძაღლები კი გვერდზე მომიწვნენ და გამათბეს, ასე ჩამეძინა. იგონებდა მამა გაბრიელი. ნახეთ ღმერთის მოწყალება. ეშინია ძაღლები მოვიდნენ, მაგრამ ღმერთმა იმისთვის გამოგზავნა ეს ძაღლები, რომ გვერდზე მიწოლოდნენ და პატარა ბავშვი გაეთბოთ, რომ იმ ღამის სიცივეში ესე არ დაეძინა. იმიტომ ამბობ, რომ მამა გაბრიელზე მოხდეს ღვთისმადლი და ეს ფილმი რო იქნას გადაღებული და ამას ესე ეთა ხო რეალური ისტორია ხო არ არის, მოთხრობა, ზღაპარი, გამოგონილი ხო არ არის. ეს რაც მოხდა რეალობაში, რაც მოხდა. გასაოცარი იქნა. დილით ადრე სვეტიცხოვლის წინამძღვარი გამოვიდა საქმეზე მიიჩქაროდა. აი დააკვირდით საქმეზე მიიჩქაროდა. კარების ჭრიალის ხმაზე ძაღლები გაიფანტნენ და ვასიკომაც გაიღვიძა. წინამძღვარმა კარებთან დაწოლილი ბავშვი რომ დაინახა უთქვამს, შვილო აქ გეძინა, ხომ არაფერი დაგიშავდა, რატომ არ დაგვიძახე? ვაი ჩემს თავს, მე რა მაცხოვნებს. შენ პატარას გარეთ სიცივეში გეძინა, მე კი თბილ ოთახშია. არქიმანდრიტმა ვასიკო ოთახში შეიყვანა. ცხელი ჩაი დაალევინა, ამბები გამოჰკითხა. ნახეთ თავში რა ეწერა, ეჩქარებოდა. მაგრამ სტუმარი ხო ღვთისაა. მან იქ პატარა ვასიკო კი არა, ქრისტე ნახა. ამიტომაც არ გაუშვა ისე რომ ეჩქარება და წავიდა. შეიყვანა, ჩაიც დაალევინა, თავისი ამბებიც გამოჰკითხა. და რომ გაიგო დარჩენა ჰქონდა გადაწყვეტილი, უთხრა რომ 3 დღეზე მეთხანს ვერ დატოვებდა, რადგან არასრულწლოვანის ყოფნა მონასტერში აკრძალული იყო და მაშინვე დახურავდნენ. მონასტერს დახურავდნენ. სვეტიცხოვლის ტაძარი, მაინც თვალსაჩინოებისთვის. ძალიან ხო არა უღლიბა, ხო არ დაგღალეთ ძალიან, მაგრამ ძალიან საინტერესოა. იმჟამად სვეტიცხოვლიდან ვასიკო შიომღვიმის მონასტერში მივიდა. იქაც 3 დღე დარჩა. იქიდან კი ზედაზნის მონასტერში გადავიდა. იმჟამად ზედაზნზე რამდენიმე ღრმად მორწმუნე ბერი და ერთი საშუალო ასაკის არქიმანდრიტი მოღვაწეობდა. ზედაზნის ბერებს თბილად მიუღიათ მამა გაბრიელი. 3 დღის შემდეგ კი მონასტრის ახლოს ფარულად მოწყობილ საცხოვრებელში დააბინავეს. შემდეგ ასწავლეს ბეთანიის გზა. საგზალიც გაატანეს და გაისტუმრეს. ბეთანიის მონასტრამდე მამა გაბრიელმა მშვიდობიანად იმგზავრა. მამებმა აქაც თბილად მიიღეს. მამა გაბრიელი ბეთანიელ მამებთან 2 კვირა დარჩა. ღირსი მამა იოანე მაისურაძე და ღირსი მამა გიორგი მხეიძე მისი მოძღვრები გახდნენ და სიცოცხლის ბოლომდე ისინი იყვნენ მისი მოძღვრები. ისინი წმინდანებად არიან შერაცხულები, მამა გიორგი და მამა იოანე. მათგან ბევრი ცოდნა და გამოცდილება შეიძინა.
მომავალში სხვა დროსაც მამა გაბრიელი ხშირად მიდიოდა და ცხოვრობდა მონასტერში. მოდი დანარჩენი მერე გავაგრძელოთ. მერე ხდება როგორ გაიწვიეს ჯარში და ეს ძალიან მოკლედ არის მამა გაბრიელის წიგნები, მისი დარიგებებიც არის, მისი ცხოვრებაც არის. იქიდან ადამიანი ძალიან ბევრ რამეს აღმოაჩენს, ბევრ რამეს ისწავლის. ესე რაიმე გირჩევთ რომ მამა გაბრიელის წიგნი გადაშალოთ და იქიდან ბევრ სულიერ და ცხოვრებისაო რამეს გაიგებს ადამიანი. მოდი ახლა